მეც ვუერთდები იმ მოსაზრებას, რომ არა იმიტომ, რომ პოლიტპატიმრებს მათ ბრძოლის ამ ფორმას თუ მეთოდებს რამეს ვუწუნებ, ან არ მივესალმებიან, არ მიმაჩნია, რომ ძალიან გმირულად არ იქცევიან, არამედ მეც ვიზიარებ ამ შემთხვევაში გიას წუხილს იმ ნაწილში, რომ ჩვენ მებრძოლი ადამიანები გვჭირდებიან გარეთ და არა რუსულ საპატიმროში, საიდანაც ისინი ისეთი ქმედითები არ არიან, როგორც არიან გარეთ. ამავდროულად საერთოდ არ მიმაჩნია, რომ გირაოს გადახდა ამ შემთხვევაში რაიმე ფორმით რეჟიმის ლეგიტიმაციას გულისხმობს, ან ნიშნავს, ან თუ იმეს რამე წუხილებს, ან აღიარებს არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის რეპრესიული მანქანა, ვაცნობიერებთ, რომ მაშინ, რა ვიცი, რო გვიჭერენ, რატო ვაჭერინებთ თავს მაშინ, ხო? ანუ ძალადობს რეჟიმი ჩვენზე, ძალადობს მათ შორის აი ამ რაღაც კაბალური გირაოებით თუ ჯარიმებით თუ მოკლედ რასაც უწესებს ადამიანებს, იმისთვის რომ დაგვაშინოს, იმისთვის რომ ხელფეხი შეგვიკრას, იმისთვის რომ ბრძოლის უუნაროები გავხადოს. მაგრამ ბრძოლის უუნაროები ვართ, თუ ყველანი საპატიმროში აღმოჩნდებით. ამიტომ რასაკვირველია, რთულია ამ ბალანსის მოძებნა, მაგრამ რადგან ახლა საკითხი ასე დგას, უნდა გადაიხადოს, არ უნდა გადაიხადოს, რასაკვირველია მისი გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში, თუ მისი პოლიტიკური გუნდის თუ გაერთიანების თუ მისი მხარდამჭერების, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ ყველა გაცილებით უფრო ეფექტურია გარეთ, ვიდრე არიან საპატიმროში. ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე ვახსენეთ და დღეს ძალიან გააქტიურდა კიდევ ერთხელ ეს თემა და რეჟიმის გამოძიებაც ვიცით თქვენ 5 დღეში დასრულებული კითხვა, რომელიც ჩნდება ხო პრინციპში ამ დროს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჯერ რა პერსპექტივა აქვს აი ამ საერთაშორისო გამოძიებას, რომლის მოთხოვნაც გააგზავნეს არასამთავრობოებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა და თუ არანაირი ქიმიური იარაღი არ ყოფილა გამოყენებული და თუ არ ქონია არანაირ დარღვევას ადგილი, როგორც ამას ამბობს თავად რეჟიმი, მაშინ რატომ ზდევნიან ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფილმში დაინახეს, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ამ საკითხთან, აი ესეც ხომ არის კითხვა დღეს. ეგა ეს საკითხი აღმოჩნდა ალბათ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელსაც რეჟიმი მარტივად ვერ უმკლავდება. როგორც თქვენთვით ეს საკითხი არ ჩამოდის დღის წესრიგიდან, მათ უნდათ რომ ეს თემა დახურონ და ვერ ხურავენ, მათ ამ საკითხზე პასუხები არ აქვთ. და ამავდროულად რეჟიმი, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობს რაიმე ტიპის გარღვევა იქონიოს დასავლურ ფრონტზე კომუნიკაციის საკითხში. არ არის საუბარი იმაზე, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს ან რაღაც ჩვეული დღის წესრიგი აღადგინოს, არამედ თუნდაც მინიმალური ნიადაგი შექმნას იმისთვის, რომ ივანიშვილს ვინმე დაელაპარაკოს თავის ფულზე. ვინმე დაელაპარაკოს სანქციების თავიდან არიდებაზე, ხო? და რაღაცებს ხან თავის ემისრები გააგზავნეს, ხან რაღაც ლობისტები დაიქირავეს, ხან სახელმწიფო დონეზე წადეს, ხან კულუარებში წადეს, ხან ფინანსურად წადეს. შალვა პაპუაშვილი დგას და ლანძღავს. იმიტომ რომ ვერ ალღობენ ამ ნიადაგს, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა ჩვენთვის ეს შეიძლება ცოტა საწყენიც არის და რთული მოსასმენიც, მაგრამ ეს სკანდალი თუ დადასტურდა, არის გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე თუნდაც ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში, ვიდრე თუნდაც ახალგაზრდების დარბევა. იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ის, რაც შიდა პოლიტიკური საკითხია, რაღაც ეტაპზე, რაღაც ფორმით საერთაშორისო, როგორ თქვა, საერთაშორისო შეფასების რაღაც დისტანცირებას ექვემდებარება და ეს არის საკითხი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის სკანდალია, რომელიც ხდება ყველა წითელ ხაზს და რომლის დადასტურების შემთხვევაშიც პრაქტიკულად თეორიული საფუძველიც აღარ იარსებებს, რომ ამ რეჟიმთან ვინმე რამე ფორმით ისაუბროს. იმათაც კი გაუჭირდებათ, თუ ივანიშვილი ან მათი დამხმარე რუსები ევროპაში ცალკეულ ვიღაც კორუმპირებულ პოლიტიკოსებს მონახავენ, რომლებმაც შესაძლოა მათ სასარგებლო. იმათაც კი გაუჭირდებათ ამ წითელი ხაზების უგულებელყოფა და ამიტომ არის, რომ რაღაცნაირად ეხლა აი მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ფაფხურობენ და ამას უკავშირებ მე იმ რაღაც უსუსურ მცდელობასაც, რაღაც მაკაბოჭორიშვილმა ვითომ რუსების წინააღმდეგ ხმამიცა. ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეხლა დრო მოიგონ
იქნებ აი ამ სკანდალიდან რაღაცნაირად გამოძვრენ, რაც როგორც ჩანს ძალიან უჭირთ. ხო, როგორ გამოძრებიან ეს არ ვიცი,